სახლის მუშაობა ითვალისწინებს მოზარდთა თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, ახალგაზრდობის სულის ფორმირებას, სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი ნიჭის ინიციატივის გამოვლენას და გაღრმავებას. რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მუშაობა მიმდინარეობს სამი მიმართულებით: მასობრივი, მეთოდური და წრეობრივი მუშაობა. მეთოდური მუშაობა ითვალისწინებს მეთოდური დახმარება გაუწიოს რაიონის სკოლებში კლასგარეში მუშაობას, ბავშვთა ორგანიზაციებს, სხვადასხვა კატეგორიებს. ვრცელია სია იმ მასობრივი ღონისძიებებისა, რომლებიც ეწყობა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. ახალი სასწავლო წელი ყოველთვის იწყება საზეიმო გახსნით. მთელი წლის მანძილზე ეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ნახატების, ნაქარგების, ნაქსოვების ხეზე ნამუშევრების სახით. ეწყობა ვიქტორინები, დისპუტები, გამოჩენილ ადამიანთა იუბილეები, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. დღევანდლამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 15 დასახელების წრე მუშაობს. განსაკუთრებით საინტერესო წრეებია გოგონებისათვის მეოჯახეობის, ქსოვის, ქარვის, ხალიჩის ქსოვის წრეები. მუშაობს აგრეთვე ხატვის, ინგლისური ენის, ჭადრაკის, ეთიკის, მხატვრული კითხვის წრეები. მოგახსენებთ, რომ დღეს ყველაფერი ეკონომიკასთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ ჩვენ ძალიან გვიჭირს. არ გაგვეჩნია არავითარი ხარჯები, ექსკურსიების, ლაშქრობების, თუნდაც ნებისმიერი ღონისძიების მოსაწყობად. ყველაზე დიდი პრობლემა კი შენობის უქონლობაა. შესახლებული ვართ პირველი საშუალო სკოლის შენობაში. ჩვენს განკარგულებაში სულ 2 საკლასო ოთახია. რომ აღარაფერი თქვა წრეობრივ მუშაობაზე, ეს 2 ოთახი სრულიად შეუფერებელია თუნდაც ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების მოსაწყობად. განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში გვიჭირს, როცა მეცადინეობა ფაქტურად ერთ ოთახში მიმდინარეობს. ყველა წრის მეცადინეობა. მომავლისთვის გათვალისწინებული გვაქვს უფრო გავაფართოვოთ მასობრივი ღონისძიებების ციკლი. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ძველ აღზრდილებთან. შემდეგ საახალწლო ზეიმის მოწყობა პატარებთან. იანვრის თვეში კი მომზადებული გვაქვს ღონისძიება საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ხსოვნის საღამოს მოწყობა. შესაბამისად დაგეგმილი გვაქვს ექსკურსიები თბილისში. მისასვლელები ვართ ბერებთან სარკეში, თუ ამის საშუალება მოგვეცა და ამით ხელი შეგვიწყო. ამისთვის მომზადებული გვაქვს ჩემაქსოვის წრე გააძადა წინდები მათთვის, მოვაგროვეთ ბავშვებში პროდუქტებს, რის საშუალებაც გვექნება. პერსპექტიული გეგმა ითვალისწინებს, რომ წლის ბოლომდე მრავალი საინტერესო ღონისძიება, რომელთა ჩამოთვლა ახლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, მოვაწყოთ მთელი წლის მანძილზე. და ბოლოს მე მინდა დღეს მეძლევა საშუალება, რომ მოუწოდო რაიონის ყველა მოსწავლეს, ყველა ახალგაზრდას, მიმართო მათ თხოვნით, რომ ჩაეწერონ ჩვენთან თავისთვის საინტერესო წრეებში.